ქუთაისში მდებარე ქართულ ინდური კომპანიის მეტალურგიული ქარხანა ჰერკულესის თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა დღეს 2 საათით შეაჩერეს. სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით ისინი ქარხნიდან 6 მუშის გათავისუფლებას აპროტესტებენ და მათ დაბრუნებას ითხოვენ. ამ წუთში გაჩერებულია საამქრო, არ მიმდინარეობს საწარმოო პროცესი, მუშები ეზოში არიან გამოსულები და აპროტესტებენ მძიმე შრომით პირობებს და პირველ რიგში პირველი მოთხოვნა არის იმ 6 ადამიანის სამუშაოზე დაბრუნება, რომლებიც პროფკავშირულ ნიშნით გაანთავისუფლეს. აქციის მონაწილეები პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, ქარხანაში მუშაობა შეუძლებელია. არ არსებობს სველი წერტილები და სასადილო, სადაც მუშებს წახემსების საშუალება მიეცემათ. საწარმოში ინდუეთის 150 და საქართველოს 350 მოქალაქეა დასაქმებული. ჩვენი სამსახურიდან გათავისუფლების მთავარი მიზეზი არის ჩვენი პროფკავშირის კომიტეტის შექმნა და მათი წევრობა. რომელიც ერთ-ერთი მე ვარ. საღამოხას რომ მოვედით, დავხვდით განცხადება გამოგრული, რომ გათავისუფლებულია სამსახურიდან 11 კაციდან 6 ასე დღეში ვიღებთ. იმ დღეს არაფერი, მეორე დღეს გავარკვიეთ. ჯერ შეტყობინება იყო, რომ თვითონ გაცდენების გამო და ხელშეკრულების დარღვევის გამო და სინამდვილეში შემდეგ წამოვიდა მოთხოვნა, რომ თუ შეწყვეტ აი ამ ორგანიზებას, პროფკავშირის შექმნას, მაშინ აღდგენენ სამუშაოზე. ეს ახლა ჩვენ გამოვრიცხეთ ყოველგვარი, იმიტომ რომ ჩვენ ვითხოვთ ელემენტარულ ყოფით პირობებს, სოციალურ პირობებს. არის აუტანელი პირობები, სამუშაო პირობები. გვაქვს 12 საათიანი სამუშაო დღე. 12 საათის მუშაობის პერიოდში გვიწევს აუტანელ სიცხეში, აუტანელ მტვერში და რა ვიცი რა როიტყვენ რომ ყველაფერი დადებითი არაფერი არ შეიძლება აქ როიტყვას. ტუალეტში ანტისანიტარია არის, გასახდელში ერთ კარადაში 10-15 კაცი არის. არ ყოფნის საშხაპეები, ზოგჯერ წყალიც არ არის აბანოში და დაუბანელი მიდის ხალხის სახლში და აი ასეთი პირობებია. ხელფასი არ ვიცით რა გვაქვს, საათში რა გვეძლება არ ვიცით, თვეში რა გვიწევს შრომის ანაზღაურება არც ის არ ვიცით. და ამის გაგება ყოველად შეუძლებელია და ვითხოვთ რომ ამ პირობების გაუმჯობესებას და პირველ რიგში განთავისუფლებული ხალხის სამუშაოზე აღდგენას. გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციის შესახებ წერილობითი გაფრთხილება კანონის სრული დაცვით საწარმოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს 2 დღით ადრე გაეგზავნა. საწარმოს ხელმძღვანელობის პასუხს პროფკავშირები 72 საათის განმავლობაში დაელოდება. ჯერჯერობით ისევ ველოდებით პასუხს ადმინისტრაციისგან თუ რასაპირებენ მუშებს აღარ დაუტოვეს სხვა გამოსავალი თუ არა კანონით მინიჭებული უფლება გაფიცვისა გამოიყენონ. ეს გამაფრთხილებელი გაფიცვა არის 2 საათიანი 24 საათის შემდგომ. ჩვენ გვაქვს უკვე სრულმასშტაბიანი გაფიცვის უფლება. თუ ამ პერიოდში რა თქმა უნდა ისინი არ დაგვიკავშირდნენ და არ შევთანხმდით რაღაც შემათანხმებული პროცედურები თუ არ დაიძრა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მეტალურგები გაცილებით ფართო მასშტაბიან საპროტესტო აქციებს გამართავენ.